მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენ დღევანდელი თემა შეეხება ისევ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას. ჩვენ სამშაბათს, ასე ვთქვათ, პირველად ჩავატარეთ ლექცია, პირველად შევეხეთ ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებას, ანუ ვისაუბრეთ ჩვენ კლასებზე და ობიექტებზე. და ვთქვით თუ რა იყო კლასი, რა იყო ობიექტი და როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. რაღაც კუთხით მე მინდა რომ თან მონახაზიც გავაკეთო დასაწყისში. ამ ლექციის დასაწყისში მაგაზე ვისაუბროთ და მერე უკვე გავაკეთოთ პრაქტიკული დავალებები. რადგან ეს პირველი კვირა არის პირველად გვაქვს შეხება, ამიტომაც რადგან არ მინდა რომ დაიბნეთ, მინდა რომ ის დავალებები რაც თქვენ გაქვთ ლექციაზე გავაკეთო და შემდგომ სახში ამ დავალებებს როცა მიუბრუნდებით, სრული მაქვს რომ გააკეთოთ მაინც დამოუკიდებლად, ანუ ლექციას არ ჩახედოთ და ისე გააკეთოთ დავალებები და თუ კი რაღაც პრობლემა იქნება, მერე გადაახვიდეთ ლექცია რა. ამიტომაც, ასე ვთქვათ, ამ დავალებებს გავაკეთებთ დღეს. ესე იგი, თვითონ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კლასი და ობიექტი. კლასი ჩვენ ვთქვით რომ არის რაღაცა შაბლონი, რაღაცა აღწერა იმ კონკრეტული რაღაცა რეალობის, რაღაცა კონკრეტული ნივთის იქნება ის, რაღაც კონკრეტული ადამიანის თუ ასე შემდეგ. ანუ კლასი არის რაღაც აღწერა და ობიექტი არის ის რეალური მაგალითი. და ჩვენ წინაზე გავაკეთეთ person-ის მაგალითი, ესე იგი შევქმნით person-ის კლასი. ესე იგი გქონდა აღწერა person-ის, ესე იგი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც რა უნდა გქონდეს? უნდა გქონდეს სახელი, ასაკი, ასე ვთქვათ, სიმაღლე მერე დავამატეთ. ასევე უნდა გქონდეს მეთოდი, დავუშვათ ლაპარაკის და უნდა გქონდეს, ასე ვთქვათ, მეთოდი სიარულის, ხო? და ასე ვთქვათ, ჩვენ მერე პროგრამ CS-ში, ანუ აქ კი შევქმნით ეს person-ი, მაგრამ ანუ ჩვენ person-ი კი არ შევქმნით, ჩვენ შევქმნით უბრალოდ person კლასი, ანუ აღწერა რაღაცა კონკრეტული ადამიანის აღწერა. მაგრამ ჩვენ კონკრეტული ადამიანი არ შეგვიქმნია. კონკრეტული ადამიანი რო შევქმნათ, ამისთვის ასე ვთქვათ, საჭიროა რომ რეალური ობიექტი შეიქმნას. და ობიექტი იქნება პროგრამ CS-ში, როცა მე უკვე როგორ ვქმნიდი ხო აქ? ესე იგი person, ან person ტიპის უნდა იყოს თქო ეგ, ასე ვთქვათ, ობიექტი, ანუ ადამიანი ტიპის უნდა იყოს, მერე სხვა ვარქმევდი, უდრის new persons. ჭხილს ხსნიდი, ჭხილს ვხურავდი. და ესე იქნებოდა ჩვენი რეალურად ადამიანი. ამის მერე ჩვენ გავიარეთ, ასე ვთქვათ, კონსტრუქტორზე და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კონსტრუქტორი არის იგივე მეთოდი, ოღონდ განსხვავება ჩვეულებრივ მეთოდსა და კონსტრუქტორს შორის იყო ის, რომ კონსტრუქტორი იძახება ავტომატურად თავისით, როგორც კი იქნება ჩვენი ადამიანი. აი მაგალითად რო შევადაროთ აი speak მეთოდი, სიარულის მეთოდი და ჩვენი კონსტრუქტორი, შევამჩნევთ რომ ეს speak მეთოდი და სიარულის მეთოდი არ გამოიძახება იქამდე, სანამ მე არ გადავწყვეტ რომ გამოვიძახო. აი მაგალითად აქ აი დავშვათ როცა იქნებოდა ვიღაც ადამიანი, მე აქ ვიძახებდი ხო? person 1 speak, person 1 სიარული ვიძახებდი ამ მეთოდებს. და შევიდოდა ამ მეთოდებში გააკეთებდა თავის საქმეს. მაგრამ აი კონსტრუქტორი სხვა ის არის, ანუ კონსტრუქტორი ისეთი მეთოდია, რომელიც ავტომატურად იძახება. მე არ მჭირდება ამის დაწერა. ავტომატურად იძახება. და ასე ვთქვათ, როგორც კი ობიექტი იქნება, ავტომატურად იძახება ეს ჩვენი მეთოდი კონსტრუქტორი. და ჩვენ ასევე ვახსენეთ, რომ რამდენიმე კონსტრუქტორი შეიძლება შეიქმნას. რამდენიმე მეთოდი, რომელიც ავტომატურად გამოიძახება. და ეს რა თქმა უნდა იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორი ის არის, რა ქვია. როგორი, ანუ თუ ერთ პარამეტრს ითხოვს მხოლოდ, ან ერთზე მეც, ან ორზე მეც და ასე შემდეგ. ანუ თავი განსხვავდებოდეს, ასე ვთქვათ, კონსტრუქტორები, ეს მეთოდები განსხვავდებოდეს. და ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ესეც გავაკეთოთ, ესეც შევქმნათ person-ის ობიექტი, შეგვიძლია თან გავაყოლოთ ინფორმაციაც აი აქ და შეგვიძლია даже
ეს ორი ინფორმაციაც გავაყოლოთ და ამავდროულად ის მესამეც გავაყოლოთ. ამიტომაც აქ მესამე კონსტრუქტორი მაქვს შექმნილი, ერთი რომელიც არაფერს არ, ასე ვთქვათ, არაფერს არ ელოდება, აი აქ და უბრალოდ რაღაცას აკეთებს. მეორე კონსტრუქტორი, რომელიც ელოდება names და age-ს მარტო და მესამე კონსტრუქტორი არის, რომელიც ელოდება names, age და ასევე სიმაღლეს, ხო? ამიტომაც ეს სამი ის განსხვავდება. ეს იყო მოკლე მიმოხილვა ჩვენ წინა ლექციაზე, რაც განვიხილეთ. და ეხლა დღეს მინდა რომ თან რეალურად გავაკეთოთ ის მაგალითები და მაგ მაგალითებში კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რასთან გქონდა საქმე. ესე იგი, სანამ მაგალითებზე გადავალ, უბრალოდ მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ რაზე, რომ მე როცა ვამბობ სიტყვა objects, მე ვთქვი რომ ობიექტი არის რაღაცა რეალური გამოვლინება და ამ თვითონ ეძახიან ასევე instance, ანუ object და ანუ instance. ანუ აი ესეთი სიტყვა რა. აი ესეთი სიტყვა. instance. instance და ობიექტი ერთ და იგივე არის, უბრალოდ ზოგჯერ objects მიმართავენ, ესე ამბობენ ზოგჯერ instance, ანუ თუ კი სადმე დასერჩავთ და რაღაცას დასერჩავთ პროგრამირებაზე, ან თუნდაც ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე და მე სადღაც თქვენ დაინახავთ სიტყვა instance, არ გაგიკვირთ, ანუ instance თუ კი წერია, ესე იგი ობიექტი იგულისხმება, ანუ ის რეალური მაგალითი. აი მაგალითად, როცა მე ვქმნი აი აქ new person, როცა რეალურად ის person იქნება, რეალურად ადამიანი იქნება. ეს არის რეალურად instance. იგივე ობიექტი რა. და ასე რომ ეხლა მაგათ აქ დავალებებშიც ვამბობ, რომ შექმნით person class-ის instance, ხო? რომელშიც ვგულისხმობ მე object ჩვეუბრად. ასე რომ მაგაზე არ დაიბნეთ რა. ეხლა მოდი გავაკეთოთ რეალური მაგალითები. ოღონდ აი ეს კითხვას დაგისვათ, მოდი ჯერ Discord-ში შევიხედოთ რამე ის ხო არ არის. ოკეი, ყველა ესენი ვართ. აი, ეხლა მოდი რეალურად ესეთ კითხვა დავსვათ. მე კონსტრუქტორი მაქვს შექმნილი სამი ცალი, ხო? ერთი ესეთი, მეორე ესეთი, მესამე ესეთი. ნუ რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვა კონსტრუქტორით შევქმნათ, რომელიც მარტო ერთი მასი მიიღებს პარამეტრს. მაგრამ აი ესეთი რამე რო დავწერო, აი იგივე მეწეროს. უბრალოდ ანუ შევწრიალებულად იყოს. int age string name. ანუ, ნახეთ, კონსტრუქტორს ვქმნი მე, რომლის პირველი პარამეტრი არის ასაკი, მეორე პარამეტრი არის სახელი. ეხლა აქაც ორივეს აქვს, ანუ ერთი რაოდენობის ისა პარამეტრები აქვს, ანუ რაოდენობა არის ერთ და იგივე. ხო და თუნდაც მაძლევს საშუალებას, რომ ესეთი კონსტრუქტორი გავაკეთო. აბა მოდი გავტესტოთ თან. შევქმნათ ეგეთი ადამიანი. მაგალითად person 3 უდრის new persons და აქ ჩავწეროთ რა? დავუშვათ ჩავწეროთ ჯერ ასაკი და მერე სახელი. დავწეროთ 12 და რა ვიცი, გიორგი. აი ეს. ნახეთ? აი ეს კონსტრუქტორი და აი ეს კონსტრუქტორი და ეს კონსტრუქტორი თურმე ყოფილა პროგრამისტის სხვადასხვა. ზოგადად უნდა ვიცოდეთ ის, რომ მეთოდი ერთი და იგივე მეთოდი არ პროგრამა უგულებელყოფს, ანუ უარყოფს ორჯერ რომ დავწერო ერთი და იგივე მეთოდი. ერთი და იგივე მეთოდში რა იგულისხმება? ერთი და იგივე მეთოდში იგულისხმება ის, რომ აი იგივე პარამეტრები მაქვს და იგივეს აბრუნებს. აი მაგალითად string name და int age ხო მაქვს. აქაც ეხლა აქ რო დავწერო string name და int age. აი ეს რომ ეწეროს. პროგრამა მეუნება errors. იმიტომ მეუნება errors, უკვე გაქვს ესეთი კონსტრუქტორიო. აქაც პირველად string name-ია, რო დავაკვირდეთ ეხლა რა, ეს და ეს რო შევადაროთ ერთმანეთს. ზუსტად ერთ და იგივე არ არის? აქაც names იღებს, აქაც age-ს იღებს, აქაც names იღებს, აქაც age-ს იღებს. აქ არ აქვს მნიშვნელობა რას დავწერ. სულ რომ ეს არ მეწეროს. სულ რომ სხვა კოდი მეწეროს, მაინც პროგრამა უყურებს რას?
აი აქ რამდენი პარამეტრი მაქვს, აქ რამდენი მაქვს და თუ მეორდება ერთმანეთს, ან თუ მეორდებიან და ზუსტად იგივე არის თუ არა. იმიტომ რომ თუ ერთ და იგივე არის, პროგრამამ რა გაიგოს? აი დავუშვათ ეს აკეთებდეს ამას და მეორე მეთოდი ამასაც აკეთებდეს და სიმაღლეს შვებოდეს ორ სიტყვაზე. სიმაღლესაც ცვლიდეს რა. აი ესეთი მეთოდები მაქვს. ორი კონსტრუქტორი. string name age. ეხა მე როცა აქ შევქმნი ადამიანს და დავწერ სიტყვაზე გიორგი და 12, ხო? გიორგი და 12. მეცადე გიორგი 12, ხო? მეცადე new person. ხო? აქაც string name int age, ხო? ანუ როგორ მიხვდეს? აი, როცა მე ვამბობ შეიქმნას person-ის ობიექტი, გიორგი და 12. ეხა, კი შეიქმნება ადამიანის, მაგრამ როგორ მიხვდეს, რომელი მეთოდი გამოიძახოს? კონსტრუქტორი იძახება მხოლოდ ერთი. და როგორ მიხვდეს, რომელი მეთოდი გამოიძახოს? ეს მეთოდი გამოიძახოს თუ ეს მეთოდი გამოიძახოს? იმიტომ რომ ორივე ელოდება string names და int age-ს. ორივე ელოდება text-ს და მერე რიცხვს. როგორ მიხვდეს? ვერანაირად ვერ ხვდება. ამიტომაც C#-ში და ზოგადად ყველა პროგრამების ენაში ესე, რომ მეთოდს როცა მე ვქმნი, მეთოდები უნდა იყოს განსხვავებული. განსხვავებულს რას გულისხმობ? ნახეთ, ერთი იგივე არ უნდა ეწეროს. ანუ, აქაც public person მაქვს და string name int age იღებს, აქაც იგივეა. ტანს არ აქვს მნიშვნელობა, ტანში რა მიწერია. ამიტომაც მთავარი არის, რომ ერთმანეთს არ დაემთხվეს, რომ იყოს გარჩევადი. ამიტომაც ეს დავიმახსოვროთ. მაგრამ მე თუ დავწერ, რომ int age is string name, ასეთი კონსტრუქტორი თუ მექნება, ეს პროგრამისთვის, ეს ჩვენი ენისთვის სულით სხვა მეთოდად წარმოჩნდება, იმიტომ რომ ჯერ int-ს ელოდება, მერე string-ს ელოდება, აქ ჯერ string-ს ელოდება, მერე int-ს ელოდება. ამიტომ ეს ორი ახლა სხვადასხვა მეთოდებია. ასე რომ, აი აქ მე რო ახლა აქ დავწერო 12 და გიორგი რო დავწერო, პრობლემა არ ექნება. საერთოდ პრობლემა არ ექნება. იმიტომ რომ სხვადასხვა C#-ს გონია, ჩვენ იმას პროგრამას გონია, რომ სხვადასხვა მეთოდებზეა საუბარი. ეს სრულიად სხვა მეთოდიაო, ეს სრულიად სხვა მეთოდიაო. იმიტომ რომ განსხვავება რა არის? პარამეტრებში თანმიმდევრობა. ეს სხვანაირად წერია, აქ სხვანაირად წერია. კი, შინაარსობრივად მაინც ერთ და იგივეს აკეთებენ ახლა ეს ორი. მაგრამ თვითონ პროგრამისთვის არის ის თემა, რომ აი სხვადასხვა არის, კაცო, ეს მეთოდებიო. აქ ესე იწყება, აქ ესე იწყება. ინდოთ ეს დავიმახსოვროთ კარგად, რომ ზოგადად მეთოდი არ უნდა მეორდებოდეს. აი, რო წარმოვიდგინოთ, აქ public void speak რო წერია. მე რო შევქმნა public void speak-ი, სადაც მეწეროს სხვა რაღაცა, დავუშვათ hello world რო დავპრინტო აქ. hello world. აქ სხვა კონსოლი მიწერია, აქ სხვა, მაგრამ ნახეთ, მეთოდს დავაკვირდეთ. აქაც speak მეთოდია და void-ს აბუნებს, აქაც speak მეთოდია void-ს აბუნებს. ორივე არის ერთ და იგივე. პროგრამისთვის. ორივე მეთოდი არის ერთ და იგივე. ამიტომ C# გეუბნება, ჩვენი პროგრამა გეუბნება, რომ ვერა, ესეთ მეთოდს შენ ვერ დაწერ. speak-თან ნახე ერორი მაქვს. Type person already defines a member called speak with the same parameter types. ანუ ამ person-ს იმას აქვს ისედაც ეს already უკვე აქვს ეს speak მეთოდიო. იგივე ნაირადო. მაგრამ აქ რო სხვა პარამეტრი გაურიო, სულიად შეიცვლება. ეს სხვა იქნება. იმიტომ რომ ამ ორს ახლა ერთმანეთისგან განასხვავებს ის, რომ ამას პარამეტრი გადაეცემა, ამას არ გადაეცემა. მიხვდით? ამიტომაც უნდა ვიყოთ ყურადღებით, ანუ მეთოდი არ უნდა მეორდებოდეს. და მეთოდი, ანუ სხვადასხვა მეთოდები უნდა იყოს. თუ ასე ვთქვათ, სხვა მეთოდის დაწერა მინდა, მაშინ სახელმა შევცვალო უბრალოდ და სხვა მეთოდის სახელი მქონდეს. ამიტომაც ეს დავიმახსოვროთ. აბა თუ არის რამე ამასთან დაკავშირებით, ეხლა რაც ვთქვი.
რამე კითხვა? ბაში მოვიდე. ოკეი. კაი, რადგანაც სიჩუმე, მაშინ გავაგრძელებთ. კაი. გავაგრძელებთ. ეს უბრალოდ ვიცოდეთ. დავიწყოთ ხა ჩვენი დავალების გაკეთება. შექმნით person class უკვე შექმნილი რომ აქვს. კაი, წავშლი პრობლემა. რომელსაც იქნება სახელი, გვარი, ასაკი და სასწავლებელი. სადაც ისწავლობსო. შევქმნათ ორი კონსტრუქტორიო. ესე იგი, პირველი რომელშიც იქნებაო 4-ვე ინფორმაცია გადმოსაცემი და სრულად შეიძლება ყველა ინფორმაციაო და მეორე კონსტრუქტორი რომელშიც პირველი 3 ინფორმაცია იქნებაო, ასე ვთქვათ, შესაყვანიო და სასწავლებელს კი დეფაულტად ექნება algo unio. თვითონ ტექსტი. და ნუ ამის მერე პროგრამ კლასში შექმნით person class instance და დააკონსტრუირეთ ყველა ინფორმაციაო. კაი, მოდი გავაკეთოთ. მოდი ეს გადავაკეთოთ ახლა. ასე იგი person-ს მოქონდეს სახელი, გვარი და ასაკი. კაი. მოდი რაც მიწერია ახლა ესენი წავშალოთ. ამჭირდება ესეთი რაღაცები. ესე. ესე იგი რა უნდა გქონდესო? უნდა გქონდესო სახელი, გვარი, ასაკი და სასწავლებელი. კაი, name მაქვს. ახლა გვარი. გვარიც string-ი უნდა იყოს, ხო? Public, ანუ public-ს რატო წერ? საჯარო უნდა იყოს და მაგითო. იქრო საჯარო, იქრო შესაძლებლობა მქონდეს, რომ დავინახო. Public string surname. Name is surname. ნუ public-ი რო არ მიუწეროთ default-ად ისედაც public-ი არ არის თავიდან. არა, ისე default-ად არ არის public. ენახე, public-ი მე რო წავშალო ხა აქ და string surname ესე რო დავტოვო. მე რო ეხა პროგრამ C-ში გადავიდე. ეხა აქ errors მეუნება, იმიტომ რომ ის ძველი იმაზეა დამახსოვრებული. აი, მოდი, ეს რო იქნება დავუშვათ. person 1 წერტილის რო დავწერო, ნახე, age და სახელი, ან მარტო ამ ორზე მაქვს ცდომა. თვითონ surname-ს ცდომა არ მაქვს, იმიტომ რომ არის ეს private. თუ დააკვირდები, ნახე, surname-ს default-ად არის private, ეგრე გამოდის, ხო? კი, default-ად არის private. აი ნახე, თან surname-სთან რო დააკვირდე, აი ნახე, ბოკლომი რო აქვს. ამას fields. და names რო დავხედოთ ახლა, ამას საერთოდ არ აქვს ეგ ბოკლომი. იმიტომ საჯაროა. ხო, ამიტომ წერთ ხოლმე public-ს. Public. კაი. surname age. კიდე რა უნდა გქონდესო? მეცოდე? სასწავლებელიო. კაი. მოდი რავი, აკადემია ერქვას, აკადემია. კარგი. ეს 4 უნდა გქონდეს. კარგი. გავაგზავნოთ ხა. შევქმნათ ორი კონსტრუქტორი. ერთი რომელშიც იქნება 4-ვე ინფორმაცია გადმოსაცემი და სრულად შეივსება ყველა ინფორმაციაო და მეორე კონსტრუქტორი რომელშიც პირველი 3 ინფორმაცია იქნება შესაყვანი და სასწავლებელი კი default-ად algo-uni იქნებაო. მოდი სამ კონსტრუქტორზე გადავალ. მოდი, აქვე შევიყვანოთ. დავუშვათ ერთი ვიღაც ადამიანი. რომლის სახელი შეიძლება იყოს დავუშვათ რა ვიცი გიორგი ასე ვთქვათ person 1 წერტილი surname იყოს არ ვიცი ვიღაც ბაგრატიონი ასაკი ქონდეს სიტყვაზე 25 და აკადემია იყოს რა ვიცი რა აკადემია იყოს რაღაც აკადემია რა ვიცი დავუშვათ IT-სტები ესეთი აკადემია რო არის პროგრამირების აი ეს შეიქმნა ჩვენი ადამიანი რომლის სახელი არის გიორგი გვარი ბაგრატიონი ასაკი არის 25 აკადემია არის IT-სტები შვენიერი ძალიან კარგი ერთი ადამიანი შეიქმნა. ნუ რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ სხვა ადამიანი შეიქმნა და ესე. თუმცა რო დავაკვირდეთ ახლა. ესე იგი მე აქ მიწევს ბევრის დაწერა ესე. ანუ ჯერ ადამიანის ვქმნი ესე objects და მე ვუწერ ესეთ რაღაცებს და მოდი ბარემ ისეთი მეთოდი დავწეროთ აქ person-ში,
რომ ავტომატურად შეივსოს ეს name-ის, surname-ი, age და აკადემია. ავტომატურად. ეხლა რას გულისხმობს ავტომატურად? ესე იგი, როცა შეიქმნება person-ის object-ი, უნდა გამოიძახებოდეს რაღაც მეთოდი. და ჩვენ თქვით, რომ ეგეთ მეთოდს ქვია კონსტრუქტორი. ამიტომაც მოდი ეხლა person-ში შევქმნათ კონსტრუქტორი. როგორ იწერება კონსტრუქტორი? იწერება public და ამის სახელი. person. აი ეს. შილები ხსნება და მერე აი ეს. ესე იქნება კონსტრუქტორი. თუმცა მე ამის დაწერას ზოგჯერ არ მიწევს ხოლმე, ვწერ ktor და tab. ktor-ს დავწერ, მე tab დავაწვევი და ეს დაიწერება. ანუ shortcut-ი ერთგვარი. ktor. public person, ეს არის ჩვენი კონსტრუქტორი. რომელსაც ჩვენ შეგვიძლია რომ აი დავუშვათ მე შემიძლია გადავცე რაღაც ინფორმაცია და მან მიიღოს ეს ინფორმაცია. მაგალითად, თუ მინდა რომ გადავცე სახელი, ასაკი რაღაცები, მოდი გადავცეთ ხა. დავუშვათ string name-ი, string surname-ი, int age-ი, string აკადემია. ეს 4 მოდიოდეს აქამდე ამ კონსტრუქტორთან მიდიოდეს და ეხლა შევავსოთ ჩვენი სვადები. როგორც ეხლა აქ ვაკეთებთ, მოიცადე? როგორც ეხლა აქ ვაკეთებთ, რომ name-ი გახდეს გიორგი, surname-ი, age, ეს და ეს. მოდი ამ ინფორმაციებს ეხლა ამ გიორგის ბაგრატიონს 25-ს დაითისტებს, აი ამას სახით წარმოვადგენ სვადებში, პარამეტრად მიიღებს. და ეხლა დავწეროთ, რომ აი ეს ჩვენი name-ი გახდეს აი ეგ name-ი, surname, age, აკადემია. ანუ, ეხლა ნახეთ, როცა ჩემთან მოვა, ხა წავშლი, როცა ეხლა აქ მოვა გიორგი, ბაგრატიონი, 25 და ID სტეფი, როცა დავწერ, ხო შეიქმნება ადამიანის ობიექტი. კონსტრუქტორი იქნება, ხო გვაქვს კონსტრუქტორი შექმნილი, რომელსაც ესენი გადაეცემა, ეს ინფორმაციები, მიიღებს ეხა ამ ინფორმაციებად პარამეტრებში მიიღებს, ანუ name-ის ადგილას ჩაჯდება ის გიორგი, ამის ადგილას ბაგრატიონი, ამის მაგალითად 25, ამის მაგალითად ის ID სტეპი და ამ ჩემ ცვლადებს შეავსებს. name-ი გახდეს ეს გახდეს ეს გახდეს ეს გახდეს ეს. ეხლა სახელები მაქვს ერთ და იგივე დაწერილი, უბრალოდ რო არ აირიოთ, ანუ ეს ჩემი ადამიანების ისინია, რაც ადამიანს გააჩნია და ესენი არის რაც მომდის ინფორმაცია. აი გიორგი, ბაგრატიონი, სასაკი და აკადემია. რაც ვიკითხავ. აბა გისმენ? წერან ზის გეწერა იმებს, ანუ name-ის წინ ზის წერტილი, name-ის ზის წერტილი და აი ეგ ზის რა თემაა. ხო. წერანს გულისხმობ წინა ლექციაში, ხო? თუ? ხო, აი წინა ანუ კონსტრუქტორში იგივენაირად ზუსტად ანალოგიური იყო, ნუ სხვა პროპერტიები იყო, მე მგონი, მაგრამ ანუ zis name-ის names ეწერა და აი ეს zis ისი განმაპირობებელია. კაი კითხვა. ნახეთ, ვისი რა შვება. ესე იგი, მე ხო მაქვს აქ ცვლადები, ხო? აი ეს სახელი გააჩნია ჩვენ ადამიანს, გვარი, ასაკი, აკადემია. ეხლა რომ მოდის კონსტრუქტორში პარამეტრებად რომ მოდის ეხლა ის ინფორმაციები. მე ხო შემიძლია რომ დავამტყო და აქაც name მქონდა, ანუ დიდი name არ მქონდეს, პატარა name მქონდეს. აქაც ეს მქონდეს, ეს მქონდეს, ეს მქონდეს. და აქაც name გახდეს name დავწერო, ანუ ეს name გახდეს ეს name თქო, ხო ამის თქვა მინდა, რომ ეგრე გახდეს. age, აკადემია. ესე დავწერო. ხო? ანუ ეს ჩემი name გახდეს ამის ინფორმაცია, ანუ გიორგი გახდესო, მერე ეს გახდეს ის ბაგრატიონი 25 და რაღაც ხო? თუმცა ესე როცა ვწერ. რა უნდა ვიმახსოვრთ, იცი? მეთოდში პარამეტრში თუ მაქვს რაღაცას, პარამეტრს თუ ქვია რაღაც სახელი, გარეთ რომ მქონდეს იგივე სახელი, არა მეთოდში რა პარამეტრი, ან პარამეტრის მეთოდში რაღაც ეგ სახელი რო გამოვიყენო, პარამეტრის სახელს აღიქოს და არა როგორც გარე სახელს. ამიტომაც name უდრის names როცა ვწერია, აქ ორივე name-ში ჩვენი პროგრამა გულისხმობს აი ამ ჩემ პარამეტრს და არა ამ ჩემ ადამიანის სახელს.
მიხდი? მე ხომ უნდა ვთქვა, რომ ამ ჩემი person-ის name-ი გამიხადე, აი რაც ეს არის name, ხო? და როცა ეგეთი რამის გაკეთება მინდა, პროგრამა ანუ ვერ არჩევს ამ name-ებს და ორივე name-ის ადგილას გულისხმობს ამ name-ს. ამ name-ს ვერ ხედავს. ანუ პარამეტრის ანუ სახელი. რაღაცა გლობალური ცვლადი რო გავარჩიოთ მაგითო, ხო? ხო, ანუ ეს name-ი, ანუ ჩემი ადამიანის სახელი რომ შეიცვალოს, ეხლა ხო არაფერი არ მაქვს ადამიანის სახელზე. ეს რო გახდეს გიორგი, ამისთვის ეს name-ი ხომ უნდა გახდეს უდრისით, რაც მომივა პარამეტრად, ხო? ინფორმაცია რაც მომდის. მაგრამ ეხლა ნახე რა პრობლემა არის. ეს name-ი მინდა რომ აქ იგულისხმებოდეს. მაგრამ პროგრამა არ გულისხმობს მაგას. პროგრამას გონია ეხლა რომ ორივე name-ი გადავიწერია. რომელია მაგას ვეღარ გაარჩევს. ხო, ვერ არჩევს და ყველა ორივე name-ი გონია ეხლა აი ეს პარამეტრი. და წარმოვიდგინე აქ რას ამობს ისი რომ name-ი გახდეს name-იო. ანუ აი ეს რაც უკვე არის, რაც არის, იგივე გახდესო. ანუ სისულელე ხო რაღაც. ხო და ამიტომაც რომ გავარჩიოთ ეს. აი ეს name-ი რო ვიგულისხმო აი აქ. ამისთვის ვამბობ რომ this, ეცა, this წერტილი name. ანუ this იგულისხმობს მშობელს. ანუ person, აი ადამიანის name-ი გახდეს აი ეს name-ი. აქ ხა this რო თავწერ. this წერტილი name-ი ამ name-ში იგულისხმება აი ეს ჩემი name-ი და მარჯვენა რაც არის name-ი, ამაში იგულისხმება აი ეს. ანუ რაც მომდის. ამ შემთხვევაში name-ის ადგილას გიორგი ჩაიწერება და ანუ ეს name-იო გახდეს გიორგიო. მიხვდი? Surname-ზე კი, ესე. this წერტილი surname. მაგით ის არის. და ნუ ყველაზე კაი ვარიანტი არის, რომ უბრალოდ არ დავამტხვიოთ პარამეტრების სახელები ერთმანეთს. ანუ ეს სახელები არ დავამტხვიო ამას და არც მომიწევს this keyword-ს გამოყენება. ზოგადად. იმიტომ რომ იქ this keyword-ის დაწერა მაშინ მჭირდება, როცა ვერ არჩევს რა. თორე ისე არ მჭირდება this. მაგრამ ზოგადად ვიცოდეთ, this-ი მიმართება მშობელს. ანუ იმ objects იმ რეალურ ადამიანს და ამიტომაც this name უდრის names ეს. გინდა ესე დავწეროთ? გინდ სხვა ცვლადები მქონდეს რომ ერთმანეთს არ დაემთხეს ხა აქ და this არ დამჭირდებოდა. კაი. აი ეს. და აი ეს ადამიანი ჩვენი შეიქნება. გიორგი გადავიცით, ბაგრატიონი 25 აიტესტები. აი მოდი გავტესტოთ მაინც. ნახოთ ვინ არის. person-ის წერტილი. მოდი ესეთ რამე დავწეროთ. სტუდენტის. არა. ადამიანის სახელია. გიორგი უნდა იყოს, ხო? ანუ person-1 წერტილი name-ი. გვარი person-1 წერტილი surname-ი. ასაკი person-1 წერტილი age-ი. ესე სწავლობს და გავაქვსებოთ person-1 წერტილი აკადემიაში. აბა გავუშვათ. ცოტა დიდი ხანი დაჭირდება. ადამიანის სახელია გიორგი, გვარი ბაგრატიონი, ასაკი 25 სწავლობს IT-STEP აკადემიაში. ეს ჩაობეროთ. ესე იგი ჩვენი ადამიანი შექმნილია. კარგი. ჩვენი ადამიანი კი შეიქმნა, მაგრამ მე მგონი დავალება სხვაც მაქვს, სხვა დავალებაც მაქვს. ესე იგი უნდა შევხვდეთ ერთი კონსტრუქტორი. პირველი რომელშიც იქნება 4-ვე ინფორმაციაო გადმოსაცემიო, ანუ ყველა უნდა გადმომეცემოდესო, ანუ ყველაო ესე იგი name-იც, surname-იც, age-იც და აკადემიაც. და მეორე კონსტრუქტორიო, რომელშიც იქნება 3 ინფორმაციაო და სასწავლებელი კი default-ად algone იქნებაო.
ანუ უნდა შევქმნათ ეხლა სხვა კონსტრუქტორიც. მე შემიძლია დავაკოპირო ხა ეს და შევცვალო. ოღონ მეორე კონსტრუქტორიო აკადემიაზე აღარ იქნება საუბარი. აკადემიას არ მიიღებს. ანუ სახელი, სრულნეიმი და age იქნებაო ესე, მაგრამ სასწავლებელი კი დეფაულტად ალგოუნი მიენიჭებაო. ანუ ეხლა ნახეთ რას ვამბობ მე. ეს კონსტრუქტორი არის, რომელიც იღებს სამ პარამეტრს და შეივსება ესენი. და აკადემია კიდე. აქ ისე გინოწეროს გინდა რა, მაინც არ ემთხოვ ერთმანეთს. რავი, თუ გინდა არ დავწეროთ საერთოდ. აკადემია იყოს ალგოუნი. თუ რამე ისიც დაწერած მოგვიწევს, ანუ ეხლა ის რო დავწერო, არაფერი პრობლემა არ არის. ეს this is აკადემია უდეს ალგოუნს. ანუ თუ კი შეიქმნება ისეთი ადამიანი იქ, რომელშიც აკადემია არ იქნება მონიშნული, მაშინ დეფაულტად ალგოუნი ექნება. აი მოდი გავარჩიოთ ხა ეს. ეს ხო არის ჩვენი პირველი ადამიანი. მოდი მეორე ადამიანი გავშოვხმოთ ხა აქ. person 2 უდრის new persons და გადავწეთ ხა. დავუშვათ ნიკა. სააკად. ასაკად 26 მაგალითად. და ვსო. ანუ არ გადავეცი ხა მე ამას სასწავლებელი. იმიტომ რომ ეს ელოდება სამ ინფორმაცია მინდა რომ მარტო მივცე. მეოთხე არ მინდა. ამ შემთხვევაში როცა ჩვენი ადამიანი შეიქმნება, კონსტრუქტორი გამოიძახება. მიიღებს იმ სამ ინფორმაციას. names გახდის names, surnames, age და აკადემია გახდება ალგოუნი. ამისთვის რომ ზუსტად იგივე გავაკეთოთ ხა აქაც. ეს ხომ აქვს. და უბრალოდ person 2 მეწეროს აქ რა. person 2. და აქაც person 2. აი ეს. ეხლა ჩვენ ორი ადამიანი გვაქვს, ყავს ერთი გიორგი, მეორე ნიკა და ვნახოთ რა ისინი არის. სიტუაცია. ესე იგი პირველზე იგივე რაც არის და მეორეზე ადამიანის სახელი ნიკა გვარის ასაკი 26 სწავლობს ალგოუნი აკადემიაში. ანუ ალგოუნი დეფაულტად მიენიჭა მას. ისე რომ მე არც შევაყვანინე. ასე რომ ეს დეფაულტის თემაც არსებობს. მეორენაირად კიდე როგორ შეგვიძლია იცი გაგვკვეთებინა? და ეს არ ყოფილიყო. და აი ამის მაგივრად აკადემია დეფაულტად ყოფილიყო ალგოუნი. ანუ დეფაულტად მაქვს ალგოუნი, მაგრამ თუ ვიღაცა მიიღებს პარამეტრად აკადემიასთან, ანუ აკადემიასაც შეიყვანს იქ, მაშინ შეიცვლებოდა ეს ალგოუნი. და ის იმ აკადემიით ჩანაცვლდებოდა, რაცაც შეიყვანდა. აი მაგალითად ეხა რო წარმოვიდგინოთ persons ეხა ხო ეს 4 ის გააჩნია სახელი, გვარი, ასაკი და აკადემია, რომელიც ავტომატურად ალგოუნის უდრის. ეხა როცა მე აქ persons შევქმნი, გიორგი ბაგრატიონი 25 წლის და IT-სტები მივურთითე. ესე იგი this.academy გახდა აკადემი და ეს აკადემია ეხა შეიცვალა და ალგოუნის მაგივრად გახდა ეს ჩემი აკადემია. ანუ IT-სტები. და აი ამ შემთხვევაში თუ კი ისეთი ადამიანის ინსტანსი შეიქმნება, ანუ ობიექტი, რომელიც არ მაძლევს აკადემიის დასახელებას, მაშინ დეფაულტად ალგოუნი ისე დარჩებოდა და არ შეიცვლებოდა ეს. რო გავუშვათ ხა ზუსტად იგივე იქნება. აი ეს. ზუსტად იგივენაირად მოხდა. იქ წავშალე და მაინც იგივე მოხდა. აბა თუ არის რამე კითხვა. ამ მაგალითთან დაკავშირებით. აი ჩვენ ეს პირველი დავალება უკვე გავაკეთეთ. კითხვა არა გვაქვს. ოკეი.
ჩატშიც არაფერი დაწერილი. ჩატს არაფერი დაწერილა? კარგი. მაშინ გავაკეთებთ. მე მოდი მესამე გავაკეთოთ. ეს პერფორმ მომწონს. ეს დიდად ისეთი არაფერი არ არის, იმიტომ რომ უკვე მე მგონი თქვენც ხვდებით ეს მეორე როგორ უნდა გავაკეთოთ. მესამე შექმნით bank info კლასი, რომელშიც იქნება ბალანსი, პრივატული ცვლადი და ორი მეთოდი, თანხის შემოტანის მეთოდი და თანხის გატანის მეთოდი. პირველი მეთოდი ბალანს უნდა ამცირებდეს მაგ თანხას, ხოლო გატანის შემთხვევაში არა, უნდა ამატებდეს უბრალოდ მაგ თანხას, ხოლო გატანის შემთხვევაში პირიქით აკლდებოდეს. შექმნით პროგრამ კლასში შესაბამის კლასის ინსტანსი, გამოვწერეთ ორი მეთოდი. ძალიან საინტერესო დავალება. დავიწყოთ. უნდა შევქმნით bank info კლასი. რას ვაკეთებთ? მივალთ ახლა აქ და შევქმნით ახალ ფაილს. ზოგადად ახალი ფაილი რატო იქნება, ნახეთ? რა, მე აქ არ შემიძლია რომ დავწერო? შემიძლია რომ დავწერო. აი მაგალითად ახლა პროგრამ კლასის გარეთ მე შემიძლია შევქმნო კლასი. ესე. და მე გამოვიყენო აქ. თუმცა აი იგივე რაც აქ მიწერია, მე შემიძლია სიტყვაზე აი ეს კოდი ამეღო და დამეწერა აი აქ. აი აქ. პროგრამ კლასის გარეთ. აგერ. იქნებოდა და აი ჩვეულებრივად ამ პერსონაზე მექნებოდა ამ პერსონაზე გააკეთებდა ყველაფერს. თუმცა ბევრი კოდი რო თავიდან ავირიდო, ამ ერთ ფაილში ბევრი კოდი რო თავიდან ავირიდო, მე მირჩენია ორგანიზებულობა. ან პროგრამ კლასის გარეთაც შემიძლია სხვადასხვა კლასები შევქმნა, რამდენიც გამიხარდება იმდენი, მაგრამ მე ორგანიზებულობას ვარჩევ და ესე არის მიღებული პრაქტიკა, რომ ერთ ფაილში ეს ბევრი კლასის წერას სხვადასხვა კლასები გავაკეთოთ. ამიტომაც ესე ვიზავდით. ოპთან, ფაილთან მივდივარ, მაუს მარჯვენა კლიკი. მოიცადე? ეს ამის გახსნა მინდოდა. მაუს მარჯვენა კლიკი, add class. აი ესე. კლასი CS აქ სახელი მითხარიო, წერტილი-CS ტოვებ იგივენაირად და მოდი შევქმნათ bank info. შეიქმნა ჩვენი კლასი. ჩვენი. ეხლა მოდი მივყვეთ. რომელშიც იქნება ბალანსიო. ესე იგი რაღაცა ცვლადი არის ბალანსი. პრივატულიო. და ორი მეთოდი, თანხის შემოტანის მეთოდი და თანხის გატანის მეთოდი. პირველი მეთოდი უნდა ამატებდესო, მეორე უნდა აკლებდესო. აი, ავაშუხებთ. ბალანსი. აი, მოდი კითხვა დავსვათ. ბალანსი რა ტიპის უნდა იყოს? პრივატული. არა, პრივატული ხო, მაგრამ რა ტიპის? ანუ string-ი, რაღაცა რომელი უნდა იყოს? ბალანსი. აუ, ბოდიში რა ტიპის უნდა იყოს? ანუ ეგ კითხვა მაქვს ზუსტად, ანუ რა ტიპის უნდა იყოს ბალანსი? როგორ ამითხარით? int ტიპის. კაი. მაგრამ რა ვიცი, აი მაგალითად თანხა შენ ყოველთვის int ტიპში გაქვს? double ტიპში ხო არ უნდა იყოს? სწორია. double ტიპში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა ვიცი, თანხა ხო შეიძლება იყოს რაღაცა 200 ლარი და 50 თეთრი, მაგალითად. ხო, ანუ არა მთელი რიცხვით შეიძლება იყოს. ხო, არა მთელი რიცხვით შეიძლება იყოს, ხო? ამიტომაც, ანუ ესე სულ დამრგვალებული სხვა არ მაქვს თანხა. აქთან გამომდინარე უნდა იყოს double. დავიწყეთ. უნდა იყოს პრივატული, ესე private ვწერ. double და balance. ნუ ეხა სახელს დიდი ასოთი დავიწყებ, პატარა ასოთი დავიწყებ, ეგ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. რა რო public double balance. ეხა რატომ იყოს ზოგადად პრივატული რა? აი ისეთი მაგალითები შეიძლება იყოს, სადაც არ უნდა იყოს შესაძლებელი, რომ გარედან ბალანსი შეიცვალოს. აი გარედან ბალანსი შეიცვალოს, იმიტომ რომ რა ვიღაცას ხო შეიძლება რომ
ანუ ესე გარეთ არ უნდა იყოს ცდომა ბალანსზე. უნდა მქონდეს რაღაცა მეთოდები, რომლითაც მე შემეძლება რომ ვაკონტროლო ბალანსი. გინდა შემოვიტანო თანხა, გინდა გავიტანო თანხა. იმიტომ რომ ვიღაცამ ბალანსი რო შეცვალოს და მინუსებში რო იქნას, რო გადაიყვანოს, აი ბალანსი თუ კი პაბლიკი მაქვს აქ. ხო შეუძლია ვიღაცას რომ ბალანსი შეცვალოს და გახადოს მინუს რაღაც. არ არსებული რიცხვი. ამიტომაც ბალანსი მიჩვენე იყოს პრივატულად და მეთოდები მქონდეს, რომელიც ამ ბალანსზე იმუშავებენ. ეხლა ამ შემთხვევაში მოდი მოიცა მესამე ამას ავიღოთ, ნახოთ. ესე იგი თანხის შემოტანის მეთოდიო და თანხის გატანის მეთოდიო. კაი, მოდი ახლა დავიწყოთ. მეთოდი უნდა იყოს, ხო ესეთი? დავიწყეთ. Public უნდა იყოს ეს მეთოდი, ხო? იმიტომ რომ ეს მეთოდი უნდა გამოვიყენო მე იქ. Public. კარგი. რა ტიპის უნდა აბრუნებდეს ახლა ეს ჩემი მეთოდი? რა ვიცი აბა? შეიძლება არაფერიც არ დააბრუნოს. იმიტომ რომ ამ მეთოდის მიზანი დაბრუნება არ არის. არც დაპრინტო არ არის, არაფერი არ არის ამ მეთოდის მიზანი. ამ მეთოდის მიზანი მხოლოდ ის არის, რომ ბალანსი გაზარდოს რასაც ჩავწერ. Public void. ანუ void უნდა იყოს, ხო? რა მითხარი? void უნდა იყოს. კი, ნამდვილად. Void უნდა იყოს. ხო. Public void. დავუშვათ ახლა დავიწყოთ. დამატება. ბალანსის დამატება. აი ეს. კაი, ეხლა ამ ბალანსის დამატების მეთოდი რო გვაქვს, ვიღაცამ ხოლმე გვითხრას რამდენი უნდა დავამატოთ ეგ ბალანსი. ამიტომაც პარამეტრით გავამატება მაგაში, ხო? ანუ რამდენის ბალანსიც უნდა, იმას დავამატებ. ბალანსიც, ანუ აქაც პარამეტრი უნდა იყოს დაბლის, ხო? ესე იგი ვიღაცა სურს რომ თანხა შეიტანოს. რამდენი უნდა შეიტანოს? მაგას თავად მეუნება, ხო? ესე იგი პარამეტრად უნდა მქონდეს ის, რასაც რამდენიც უნდა იყოს ეგ ანუ შემოტანა რამდენიც სურს. Double დავუშვათ money იყოს. და ეხა ბალანსის შეტანა. რა უნდა გავაკეთოთ? ბალანსი მაქვს, მოდი, პრივატულად ბალანსი. მოდი აქვე დავწეროთ ეს, რადგან პრივატული არის. ხო, ოკეი, ესე იყოს. მე კონსტრუქტორი გამომადგება, მე ბალანსი რო დავად ბალანსი რო ვნახო რა. ამ თავდაპირველი ფასი ბალანსის. კაი. ეხლა რა გავაკეთოთ? დამატება თანხის. რავი, გინდა 10 ლარი იყოს, გინდა 200 ლარი იყოს, გინდა 500 ლარი იყოს. არაფერი ის არ ჭირდება. ბალანსი გახდეს balance plus money. ხო მეგრეა? რაც არ უნდა ბალანსი იყოს, ვიღაცას თუ უნდა რომ შემოიტანოს ეგ თანხა, მაშინ ბალანსი გახდეს balance plus money. ან ყველაზე მეორე ვარიანტი იქნებოდა balance plus უდრის money. როგორც გაგიხარდებათ? ეს არის მოკლე ჩანაწერი. ეს არის გრძელი ჩანაწერი. ესე იგი, ბალანსის დამატების მეთოდი როგორ მუშაობს, ხო? ესე იგი, ვიღაცა მომწევს ახლა რაღაცა თანხას და ამ ბალანსს მე დავუმატებ. ჯობრივად. მიხვდით ამ მეთოდის შინაარსი? ანუ როგორ ვაკეთებთ? მე მგონი არ უნდა იყოს ეს გავუგებარი. კაი. ეხლა გავაგზავნოთ. რა უნდა იყოსო კიდეო? თანხის გატანისო. კარგი. Public უნდა იყოს ესეც. Void უნდა იყოს ესეც. და გამოტანა, ხო? რავი. ზოგადად მეთოდის სახელი წერება ხოლმე დიდი ასოთი რა. ანუ არ არის ეგეთი, ანუ არ არის ერორი რომ უშუალოდ პატარა ასოთი დავწერო, მაგრამ ესეთი მიღებული ის არის რა. თუნდაც პატარა ასოთი რომ დაწეროთ ეხლა თქვენ აქ. ნახეთ რაღაცნაირად აქ გეუბნებათ, რომ naming rule violation-ი, რომ this word must begin with uppercase characters. ამიტომაც ანუ არ არის პრობლემა, მაგრამ რაღაცნაირად ის არის რა. გეუბნება რომ აი დიდი ასოთი რომ დაწერო, უფრო კარგი იქნება.
იცო? ეს. კაი. მოდი გამოტანა იყოს ესე. money, ანუ რაღაც თანხის გამოტანა. ეხლა თანხის გამოტანის დროსაც ვიღაცამ უნდა მითხრას რამდენი თანხის გამოტანა სურს, ხო? აქაც double money. კაი. კაი, თქვენ ხო არ მომიხმარებით ეხლა აქ როგორ გავაგრძელო მუშაობა? ბალანსი უდრის ბალანს გამოკლებული money. ოკეი, კარგი. აბა დავწეროთ. კარგი. კაი, მოდი ახლა ესეთ კითხვას დავსვავ რა. დავუშვათ თქვენ გაქვთ ანგარიშზე 500 ლარი. და აი, აპარატთა ხართ ბანკომატის და თქვენ თქვით, რომ 500 ლარის, ანუ უბრალოდ 600 ლარის გამოტანა მსურს. ანგარიში გაქვთ 500. და მოითხოვეთ 600 ლარი. ეხლა ჩემი კოდის მიიღებთ, ეხლა ჩემ კოდში რაც წერია. თქვენ ბანკომატმა უნდა დაგიბრუნოთ 600 ლარი. და უნდა შემცდეთ 600 ლარი და ეს ნორმალური ხო არ არის? ანუ მე ჯამში 500 მაქვს და 600 როგორ გამოვაკლებ? მიხვდით? ანუ რაღაცა ერორი არის აქ აშკარად, ხო? იმიტომ რომ ისეთი თანხის გამოტანა რო სურდეს ვიღაცას, რომელიც უფრო დიდია ვიდრე ჩემს ეხლანდელი ბალანსის ანგარიში, ანუ ეხლა რამდენიც მაქვს ბალანსი? მაშინ რა უნდა გავაკეთო? ეს ჩემი პროგრამა ხო არასწორი იქნება. მიხვდეთ ეს თქვენ მსურს? და აბა როგორ გავასწოროთ ეს? აბა ნახოთ რა მეტყვი დაიწერა. აბა არაფერი იდეა არ გაქვთ? if else რო გამოვიყენოთ. ოკეი, როგორ გამოვიყენო? ანუ რა შემჭირდება if else-ი? აბა იგეც ამიხსენი? რო თუ ბალანსი მეტიან ოლია მანიზე არავი რაღაცა ეგეთი მსგავსი ალბათ. ზუსტად. ძალიან კაი. ესე იგი, ბალანსი უნდა იყოს აუცილებლად მანიზე მეტიან ტოლი. რომ მოხდეს მაგისის. კაი, სწორია. მაშინ ამას ახლა დავაკოპირებ მე და დავიწყებ. თუ კი ჩემი ბალანსი არის მეტი ან ტოლი მანიზე, მაშინ მოხდეს აი ეგ. ესე. თუ არა და მოდი დავაპრინტინოთ რაღაცა. თუ არა და უთხრათ, რომ ვერ მოხერხდა გამოტანა. თანხა აღემატება. ბალანს. აი ეს. მიხვდით? ანუ აქ if else ვიყენებ. Add balance withdraw money. კარგი. მოდი ეხა ერთი მეთოდიც ვქონდეს, რომელთაც მე დავინახავ რამდენი მაქვს ბალანსი. იმიტომ რომ ეს ხო პრივატული არის. მე იქ ვერ დავპრინტავ ბალანსი, იმიტომ რომ ბალანსზე წვდომა იქ არ მაქვს. პრივატული არის. ამიტომაც, ასე ვთქვათ, რამე მეთოდი შევქმნათ. public double საბუნებდეს get balance მქონდეს, რომელიც აბუნებდეს ბალანსს. აი, პარამ დამიწერა მანაც. ესე იგი, იყოს get balance მეთოდი, რომელიც აბრუნებდეს double ტიპის მონაცემს, რა თქმა უნდა, რომელიც აბრუნებს ბალანსს. აი ეს. ესე იგი, მე როგორ ის დავწერე? მე დავწერე bank.info, ასეთი კლასი, რომელსაც გააჩნია ბალანსი. ეს ბალანსი არის პრივატული, ესე იგი, ვიღაცას იქ იმის მასზე წვდომა არ აქვს, ესე პირდაპირ ბალანსზე ესე წვდომა არ მაქვს. ანუ წვდომა არ მაქვს, რას ვუწყობ, ანუ მე პრობლემა არ მექნებოდა არანაირი იქ რომ ბალანსი დაეპრინტა ვიღაცას. წვდომა ქონოდა, ვაფშე არ მექნებოდა პრობლემა. მაგრამ ბალანსის შეცვლა რო შეუძლია იქ და რაღაც არანორმალური
ინფორმაციის შეყვანა რო შეუულია მაგის გამო, მე მირჩენია რომ პრივატულად იყოს და მეთოდები მქონდეს, რომელითაც მე თავს დავიწყებ. მაგიტომაც მე შექმნი მეთოდი add balance, რომელითაც მე ვამატებ balance, withdraw money, რომელითაც მე გამაგთანხა და get balance, რომელითაც მე უბრალოდ ვუყურებ რამდენი მაქვს balance. ეხა მოდი, ყველაფერი მაქვს ხო? ხო. დავიწყოთ. მოდი ესენი კომენტარის სახით მქონდეს. დავიწყოთ ეხა. Bank info ტიპის უნდა იყოს. Bank info უდრის new bank info. შეიქმნა ჩვენი ისა. ოღონ აშკარად ეხა თანხა ხონდა მივუთითო თავიდან თანხა ხონდა მივუთითო თანხა ამის default-ად მაინც 0 ის არის იდეაში. აბა მოდი დავპრინტოთ info.get balance და ვნახოთ რამდენი მაქვს ეხა ანგარიშზე. აბა ვნახო. აჰა, თავიდან 0 მაქვს. შვენიერ. თავიდან მაქვს 0. კარგი. ეხა მოდი დავუმატოთ info.add balance. გამოვიძახოთ და დავუშვათ 50. 50.5. 50 და 5 თეთრი. ესე იგი info.add balance ეს. ანუ მე ხა ნახეთ ამას რატო ვწე? აქ ამას არც პრინტს ვაძლევ, არაფერს არ ვაკეთებ აქ. იმიტომ რომ მე ჩემი მიზანია მხოლოდ რომ გამოვიძახო ეს მეთოდი. ეს არაფერს არ მიბრუნებს მაინც. ჩემი მიზანია რომ უბრალოდ გამოვიძახო ეს. ამიტომაც info.add balance 50.5. ანუ ჩემი მიზანი არის რომ აი დაემატოს. მოდი ბარემ მაგ ერთი შეტყობინებაც ვუთხრათ რომ წარმატებით დაემატათ ხო? უფრო ლამაზადაც რომ გამოიყურებოდეს. დაემატა. აი ეს. აბა ვნახოთ. წარმატებით დაემატა. კარგი. როგორ მივხვდი რომ წარმატებით დაემატა? როგორ მივხვდები და აბა ის ვქნოთ რა ქვია. კიდე დავპრინტოთ ეს get balance. თავიდან 0 მქონდა. მე დავუმატე ისინი და აბა ეხა ვნახოთ რამდენი მაქვს balance. აჰა, ეხა მქონია 50 ლარი და 5 თეთრი. ანუ წარმატებით დამატებულა აშკარად. კარგი. აბა მოდი ეხა შევეცადოთ რომ გამოვიტანოთ ეს თანხა. და სიტყვაზე 51 ლარის გამოტანა მომინდა. მე თუ გავუშვებ ეხა ვერ მოხერხდა გამოტანა თანხა აღემატება balance. შვენიერი და მე თუ ეხა 50 ლარს გამოვიტან ჩვეულებრივ ამან არაფერი არ მომიგდო რა თქმა უნდა და აბა ეხა ვნახოთ ბალანსი ეხა უნდა მქონდეს 0.5 წესდარიგით. აი ეს 0.5. ანუ ჩემი ბალანსი შექმნილი მაქვს და ხან ემატება თანხა, ხანაც აკლდება. და get balance-ით საშუალება მაქვს ხოლმე რომ ვნახო, ასე ვთქვათ, რამდენი მაქვს თანხა. თან აქაც აი აქაც წარმატებით აქაც დავწერთ ახლა წარმატებით დააკლდა თუ როგორ ვთქვათ წარმატებით გამოიტანე თანხა. გამოტანილ იქნა. ხო. აი ეს. და ეხლა უფრო ლამაზადაც იქნებოდა რა. წარმატებით დაემატა, მე წარმატებით გამოვიტანეთ. მე 0.5 ანუ 50 დაგჭა რა. აი ეს. ანუ რატომ მოვაკეთებ ამას get balance და იმას? იმიტომ რომ მე არ მინდა რომ info.balance ესე მქონდეს წტომა. ენახეთ balance ეხა მე ესე წტომა არ მაქვს. არა და აგერ მაქვს balance ხო? აი აქ. მინდა რომ იყოს პრივატულად, ანუ აქ არ იყოს ესე წტომა balance-ზე. და balance-ზე წტომა მქონდეს მაგალითად
get balance-ის საშუალებით. ანუ get balance-ის საშუალებით მე წვდომა მაქვს ამ ბალანსზე, ანუ მარტო ნახვის უფლება მაქვს. შეცვლის უფლება არ მაქვს, ხო? და ძალიან კაია, შეცვლის უფლება თუ მე ნდომებმა, მაშინ გამოვიყენებდი add balance და withdraw money-ს. ანუ თავს ვისხევ. და არის ბევრად უფრო ლოგიკური ჩემი ის. იმიტომ რომ მე რო ეხა აი აქ ეს balance ეს რო ყოფილიყო public ვიღაცა შეეძლო აქ რომ bank info წერტილი info ხო? info წერტილი ბალანსი გახდეს რაღაცა მინუს რაღაცა. და აი ეს არ მინდა ამის თავიდან არიდება მსურს. და აქედან გამომდინარე არა იყოს, მოდი ის იყოს პრივატულად, არ მინდა ბალანსი ესეც თომ არ მქონდეს და ბალანსზე მე ვიმუშავებ add balance-ის საშუალებით, withdraw money-ის საშუალებით და get balance-ით, რომელთაც მე უბრალოდ ვაბრუნებ ბალანსს. ანუ პრივატული არის თვითონ ეს სვადი. მაგრამ ამ ეს სვადი მე შემიძლია გამოვიყენო იმ მეთოდებში, რომელიც საჯაროა, public-ია. წვდომადია იქ. ამიტომაც ესეთი რამე შეგვიძლია გავაკეთოთ. აბა თუ არის რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით. როცა withdraw და money დაწერეთ 51 და მაგის დაბა კონსოლაითლანი რო დაგვეწერა მაინც იგივეს დაწერდა ხომსა 51 და მაგის დაბა კონსოლაითლანი რო დაგვეწერა მაინც იგივე კი რა თქმა უნდა თანხა ვერ იმას იზავდა რა ქვია თანხა იქნებოდა ანუ ვერ დაიხარჯებოდა ის ნახე ნახე ამიცა 51 ხო არა ეს 50-ია, აქ რო 51 გამოვიტანო 50.5 ხო იყო ესე 51 რო გამოვიტანო და ეხა რო შევამოწმო ბალანსი, მაშინ იქნება 50.5 აი ეს იგივე დარჩა და მაგით ვერ ჩამოვიჭრა იმიტომ რომ მე აქ bank info-ში მიწერია if else თუ კი არის მეტი ანტოლი, მხოლოდ მაშინ ეჭრება და თუ არა, მაშინ ბალანსი იგივე რჩება. ბალანსზე მე ხელი არ მიხლია არაფერი, არ შემიცვლია. მიხვდით? ხო. ოკეი, აბა რამე კითხო თუ არის კიდე? გისმენთ? ოკეი, შვენიერი. კარგი. მოდი მაინც, ანუ ეს რაც დავწერე მე, იყოს, ანუ ლექციაში არის, მაგრამ მე მსურს რომ მაინც თქვენ დამოუკიდებლად გააკეთოთ ეს მაგალითები. და თვითონ აი აქ რაც მაქვს მეორე დავალება, ესეც სახში გქონდეთ. ანუ ეს სამი დავალება სახში გქონდეთ მაინც გასაკეთებლად. და შეიძლება კიდე დავუმატო რაღაც მაგალითები. რამდენიმე შეიძლება კიდე დავუმატო რა. ამიტომაც მაგაზეც გეტყვით რა, აუცილებლად. OOP-ის ჩვენ გავიარეთ ამ კვირაში OOP-ის საწყისები და შემდეგ კვირას უფრო ღრმად გავეცნობით ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებას. შევეხებით field-ებს, ანუ field-ებს იდეაში ალბათ შევეხებით property-ებს, getter-ი, setter-ი, მან საინტერესოა ძალიან ეგ საკითხები და ნუ შევეხებით მე მომავალში მემკვიდრეობითობას და ასე შემდეგ. OOP-ის ძირითად თვისებებს. რაც ანუ თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესო ჩემი აზრით. ხო, იდეაში ახლა რაც ვფიქრობდი აქ ბალანსი თუ გაუმჯობესება გვინდა ამ კოდის, ერთი კაი კონსტრუქტორი რო შევქმნათ არ იქნება უნიკო. მაგრამ ამ კონსტრუქტორზეც კი ვიღაცამ რო იქ ცუდი ის ჩაწერო, მაგრამ მაგას დავარეგულირებ. ესე იგი თუ ვიღაცამ ესე იგი bank info ესე იგი როცა შეიქმნება ჩვენი ეს bank info ვიღაცამ თუ რაღაცა რიცხვი მომცათ თავდაპირველად. double ტიპის money მაქვს, ხო?
და ეხლა დავიწყოთ. თუ კი ეს მანი უარყოფითია, ხო? მაშინ, უბრალოდ თუ უარყოფითი არ არის, ეგრე დავწეროთ. მოდი, თუ ეს მანი მეტია 0-ზე, მხოლოდ მაშინ გავხადოთ ჩვენი ბალანსი მანის ტოლი. ანუ, ამ დავალებას რატო ვაკეთებ, ხო? რომ თუ კი შეიქმნება ბანკ-ინფო და დეფაულტად მას მიენიჭება რაღაცა თანხა. თავდაპირველად უკვე აქვს. აი, ბანკ-ინფო რომ შეიქმნება ეხა აქ, თავდაპირველად რომ გქონდეს რაღაცა 100. ამ შემთხვევაში, აი ეს. თავდაპირველად უკვე გქონდეს. 100 შემთხვევაში ჩვეულებრივად ეს ბალანსი გახდება 100 ტოლი. იმიტომ რომ მან დადებითია. მაგრამ თუ კი აი აქ მანიში დავწერდი -2-ს, 2 ლარის დაწერა -200, -2, ამ შემთხვევაში ამ if-ში არ შემოვიდოდა, იმიტომ რომ მანი უნდა იყოს აუცილებლად დადებითი, მეტი 0-ზე. ასე რომ ეს კონსტრუქტორიც დავწერეთ, გავაუმჯობესეთ უფრო მეტად კოდი და არის უფრო ლოგიკური. იქ ეს if-ი რო არ მქონოდა, მაშინ შეიძლება რაღაცა ცუდის რიცხვი მიმეღო რა, ცუდი ინფორმაცია მიმეღო. ამიტომ წარმოვიდგინეთ if statement-ები ძალიან მიხმარება რა, ძალიან მიხმარება. ბევრ ამის გვიკეთებს. ხო, ესე გავაუმჯობესეთ ჩვენი კოდი. ეგ ბანკი მეც მინდა მქონდეს. შექმენი მე შენთან. არა რეალურად ყველას მინდა. კაი, რავი, თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ დავამშვიდობოთ ერთმანეთს. შევხვდებით სამშაბათს ლექციაზე. ორივე ლექციას ავტვირთავ, წინა ლექცია არ მაქვს გატვირთული და ორივეს ავტვირთავ და საშუალება გექნებათ, რომ გადაახვიოთ და ნახოთ ლექციები რა. დავალებებსაც დავამატებ. რატი რაღაცას წერს? მიცა. კაი, შეწყვიტა წერა. კაი, თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ დაგამშვიდობებით და აბა შევხვდებით სამშაბათს. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.